ახლა ჩვენ უბრუნდებით ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, სადაც დილიდან მუშაობს ჩვენი კორესპონდენტი ანა ბროლაძე, რომელიც ახლა ბოლო ცნობებს მოგვაქვს ადგილიდან. ანა, როგორი იყო აქტივობა, რასაც ხადებს გიორგი კალანდარიშვილი და როგორია არჩევნების შედეგები? 40.93%, რაც ნიშნავს საარჩევნო უბნებზე მისულ 1.438.116 ამომრჩეველს ასეთი შედეგით დასრულდა თვითმმართველობის არჩევნების პირველი ნაწილი კენჭისყრის დღე და მას შემდეგ რაც უკვე პირველადი მონაცემების გადმოგზავნა და შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნა დაიწყო უკვე მთავარ უწყებაში, ამ შემთხვევაში საარჩევნო ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში უკვე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან შეაჯამა დღევანდელი დღე. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება როგორც საუბნო კომისიებში, ისე საოლქო კომისიებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგების 90% უფრო მეტი უკვე ცნობილია, რადგან უბნების შედეგები დათვლილია და ყველგან როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში, ისე მერების შემთხვევაში იქნება ეს თბილისი, სხვა თვითმმართველი ქალაქები თუ დანარჩენი მუნიციპალიტეტები, ყველგან ქართული ოცნება ლიდერობს დამაჯერებელი გამარჯვებით, თუმცა საბოლოო კონსოლიდირებული პირველადი შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიისა იქნება ხვალ დღის პირველ ნახევარში ალბათ. დღეს გიორგი კალანდარიშვილისგან მოვისმინეთ მადლობა ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლის მუშაობამ და აქტიურობამ შესაძლებელი გახადა ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით საათსა და 25 წუთში სცოდნოდა საზოგადოებას რა შედეგით დასრულდა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები. რაც შეეხება დარღვევებს, ამაზე ინფორმაცია მოვისმინეთ ცესკოს სპიკერისგან, რომ 24 საჩივარი არის დაწერილი ძირითადად პროცედურული ხასიათის, რომელსაც გავლენის მოხდენა არ შეუძლია წინასწარ შედეგებზე. გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თქვა, რომ კიდევ ერთი ტესტი ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომელმაც მოახერხა, რომ კარგად ორგანიზებული პროცესი წარემართა 4 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით შეუფერხებლად მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა. ყველა მონაწილე მხარის ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას დღეს კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ პირველადი შედეგები. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 24 საჩივარი. ძირითადად საჩივრები შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საჩივრები კანონით დადგენილ ვადებში გავიხილოთ. საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც წარსულში ახლაც ყველა კანონით დადგენილ პროცედურას ზედმიწევნით შეასრულებს და ჩვენ არ დავტოვებთ სივრცეს სპეკულაციებისთვის. ყველა ბრალდებას ექნება შესაბამისი და დაუყოვნებლივი პასუხი ჩვენი მხრიდან. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელმა გააკეთა მაქსიმალური იმისათვის, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. დღის ბოლოს გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელ განცხადებას უსმენდნენ, მათ შორის ის დამკვირვებლები, უცხოელი სტუმრები, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საელჩოების გუნდები აკვირდებოდნენ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას. ისინი კენჭისყრის დასრულების შემდეგ უკვე ეწვივნენ ცესკოს, ჰქონდათ თავმჯდომარესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციო ბრიფინგების
შემდგომ პროაქტიულ რეჟიმში აწარმოებდა ცესკო კომუნიკაციას მედიასთან, აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას. ჟურნალისტებისთვის სამუშაო დღე უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში დღეს დასრულებულია. ბოლო საინფორმაციო შემაჯამებელი ბრიფინგი ჰქონდა თავად ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, რომლისგანაც მოვისმინეთ, რომ ხვალ დღის პირველ ნახევარში უკვე ცესკო პირველად ოფიციალურ კონსოლიდირებულ შედეგებს წარუდგენს ამ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციიდან, სადაც არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე წარადგინეს. ამ დროის მონაცემებით ყველა რეგიონში ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს.